მოგესალმებით ღვთისმშობლებო, რომ ხელა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ლოცვებს. რამდენად მნიშვნელოვნად თვლით ყოველდღიურ ლოცვებს. ვისაც პრეტენზია აქვთ ქრისტიანობაზე და ყოველდღიური ლოცვები არა აქვთ. ჩათვალეთ, რომ ასეთები ღმერთის თვალში როგორც არ არსებობდნენ, ისე არიან. ესენი უბრალოდ ძალით ქრისტიანები არიან, ვითომ ქრისტიანები, ვისაც ყოველდღიურად არა აქვს ისეთივე ლოცვები, როგორიც იესოს ჰქონდა. ამით აჩვენებენ, რომ მათ არა აქვთ ზეციერ მამასთან ურთიერთობა. და მხოლოდ ქრისტეს სახელს არიან ამოფარებული. ამიტომ ამ ვიდეო რგოლიდან გაიგებთ თუ ჩვენს წინამძღოლზე იესოს ლოცვებზე დაკვირვებით რისი სწავლა შეგვიძლია ჭეშმარიტ ქრისტიანებს. და ვიდრე უშუალოდ იესოს მაგალითებზე გადავალ, ამ ვითომ ქრისტიანებსა და ძალით ქრისტიანებს მინდა ასეთი კითხვით მივმართო. ყოველ დღე საჭმელს თუ ჭამთ, წყალს თუ სვავთ, თუ იძინებთ, თუ ამას არ გააკეთებთ რეგულარულად დასუსტებით და მოკვდებით და გაძალებთ ვინმე ამის კეთებას, რომ საჭმელი ჭამოთ, დაიძინოთ, წყალი დალიოთ, რა თქმა უნდა არა, რადგან როგორც პურის ჭამა, წყლის დალევა და ძინება, ამ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უბრალოდ საჭიროება კი არ არის, არამედ სიამოვნებას განიჭებთ, როდესაც გშია და გემრიელად დანაყრდები, ან წყურია და ცივწყაროს შემოგთავაზებენ, ან დაღლილზე კარგად გამოიძინებ და ვინც ჩვენ შექმნა ამ ფიზიკური მოთხოვნილებებთან ერთად მოგცა ეს საშუალებაც, რომ დავიკმაყოფილოთ ეს ფიზიკური მოთხოვნილებები. ასევე არის ლოცვასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად ანალოგიურია ეს სიამოვნება ამ პროცესში. მან ჩვენ შექმნა სწორედ ამ მოთხოვნილებით, სულიერი მოთხოვნილება ქვია ამას, რომელშიც იგულისხმება ღმერთის როგორც ჩვენი შემოქმედის ძიება, მასთან დაახლოება, მიახლოვება ლოცვის მეშვეობით. რადგან თავად მანვე უზრუნველყო ჩვენ ამ საშუალებით, რომელსაც ლოცვა ქვია. და როდესაც შენ ესაუბრები შენ ზეციერ მამას, შენი სიცოცხლის შემოქმედს და შედიხარ მასთან კომუნიკაციაში, ამიტომაც ლოცვა უფრო მეტ სიამოვნებას უნდა განიჭებდეს, ვიდრე ეს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. და როგორც ჭამა არ გეზარება და დაძინება, ასევე არ უნდა გეზარებოდეს ბუნებრივად ლოცვა. თუ კი შენ იცნობ ზეციერ მამას და გრძნობ ამ აუცილებლობას მასთან საუბრისას. რადგან ეს სიცოცხლის მომცემია და ლოგიკურია, ვისაც სიცოცხლე გვინდა, ყოველთვის მასთან უნდა ვიყოთ ურთიერთობაში. რადგან სწორედ ლოცვა ეს არის წინაპირობა მარადიული სიცოცხლისთვის. ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება თუ დროებით ენერგიას და გაძლევს და გაცოცხლებს, სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ზეციერ მამასთან და სიცოცხლის შემოქმედთან ახლო ურთიერთობა მარადიული სიცოცხლის მომტანია. ვისაც მამასთან ეს ურთიერთობა არ გაქვთ, მხოლოდ დროებით იცოცხლებთ, რადგან სიცოცხლის ლიმიტი რომ გაიხანგრძლივთ, სიცოცხლის შემოქმედთან უნდა გქონდეთ ლოცვების მეშვეობით ეს პირადი ურთიერთობა, ისეთივე როგორიც იესოს ჰქონდა. მოდი მაგალითისათვის ვნახოთ ებრაელთა წერილი ბიბლიის ბოლოდან მეორე წიგნი ახალ თქმაში ბოლოდან მესამე, მეხუთე თავის მეშვიდე მუხლი. დააკვირდით ამ მონაკვეთში თუ რა სწავლობთ იესოს ამ ლოცვიდან. პირველი, რომ იესო არ მიმართავდა რომელიმე წმინდანებს, ის არ ანთებდა სანთლებს ლოცვის დროს, არ ატარებდა რიტუალებს, არამედ მიდიოდა სალოცავად, სადმე ნაგებობაში კი არა, არამედ განმარტოვდებოდა ხოლმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში გეცემანიის ბაღში, ხურვალეთ მიმართავს ლოცვებით ზეციერ მამას. თქვენ როგორ კითხულობთ, რის თაობაზე ევედრება ზეციერ მამას, თუ აკვირდებით, რომ იგი ხელახლა მოიყვანოს სიცოცხლეში და არ დატოვოს ხრწინილებაში, სიკვდილის მდგომარეობაში. ესე იგი, რა სწავლობთ, როცა ვინმე დასნეულებულია, თუნდაც ჩვენი ახლობელი, ვის უნდა შევავედროთ ხოლმე? რომელიმე წმინდანებს, თუ ზეციერ მამას, სიცოცხლის შემოქმედს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია არა მარტო გაგვიხანგრძლივოს სიცოცხლის ლიმიტი, არამედ როდესაც იქნება მიცვალებულების ხელახლა სიცოცხლეში მოყვანა და თუ არ მოგისმენიათ ეს ვიდეოები, თუ რა სახით, სად, როდის მოხდება მათი სიცოცხლეში მოყვანა, შემოდით ჩემს პირად გვერდზე და აქ რიგითი ნომრები ფრჩხილებს ზის 27-დან 33-ის ჩათვლით ეს ვიდეოები მოისმინე. მხოლოდ და მხოლოდ მას უნდა მიმართავდეთ ლოცვებით, ვინც სიცოცხლე მოგცა და ვისაც ევედრება აქ იესო სიკვდილისაგან დახსნას და ვინც აღადგინა კიდეც იესო 3 დღის შემდგომ მკვდრეთით. ამიტომაც უნდა შევავედროთ ჩვენ ზეციერ მამას ყოველთვის გარდაცვლილი ადამიანები, ვისაც ახალი გარდაცვლილები ყავთ, ვინმე რომ ისინი გაიხსენოს ზეციერ მამამ, როდესაც ეს დრო დადგება მიცვალებულების ხელახლა სიცოცხლეში მოყვანა. ნახოთ კიდევ სხვა მაგალითი თუ იესოზე დაკვირვებით რისი სწავლა შეგვიძლია თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ლოცვებს
ჩვენს ცხოვრებაში თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა იესოს ცხოვრებაში ლოცვებს, აი ამ მონაკვეთიდან გავიგებთ. ეს გახლავთ მარკოზის სახარება პირველივე თავი 32-დან 35-ის ჩათვლით მუხლები. დააკვირდით როგორი გადატვირთული დღე აქვს იესოს. უფრო სწორედ საღამო, დააკვირდით 32 მუხლში წერია, რომ თელმა ქალაქმა იმ სახლის კარის წინ მოიყარა თავი, სადაც იესო იყო სტუმრად და მისული, რათა დაეძინა იქ, ხო, გამოეძინა. რომელ ოჯახშიც ის იმყოფებოდა. აცალეს აი ამ დაღლილი იესოს დასვენება. 32 მუხლში რა იკითხება? მიგვარესო ყველანაირი სნეულნი, ეშმაკეულნი, ვინც კი ასეთი იყო იმ ქალაქში. წარმოგიდგენიათ რა რაოდენობა მოიყრიდა იქ თავს. როგორ ფიქრობთ ახლა რა დრო დაჭირდებოდა ყველა მათგანის განკურნებას? ესე გადარბენით ხომ არ განკურნავდა იესო ყველას ერთი ხელის მოსმით, დააკვირდით? იგი დაამყარებდა კომუნიკაციას, გამოკითხავდა, ხო, ვის რა უნდოდა, ვის რა აწუხებდა და შემდეგ განკურნავდა. ყოფილ ხარ თქვენ ექიმთან მიღებაზე, რომ რამხელა უჩერდები უდგათ ხოლმე? და რამხელა დრო მიაქვს თითოეული პაციენტის შესვლას, გასინჯვას, ხო? თუმცა რა თქმა უნდა იესო უფრო ნაკლებ დროში გააკეთებდა ამას, მაგრამ მაინც ხო დრო დაჭირდებოდა თითოეულ ადამიანზე. იესომ ყველა განკურნაო, არავინ გაუშვა სახში განუკურნებელი, აქ იკითხება, ხო? და 32 მუხლის დაკვირვებით აი ამ საღამოს დააკვირდით, როდის დაიწყო ეს საღამოს მზის ჩასვლისას დაიწყო იესომ მათი განკურნება და სავარაუდოდ ეს გვიან ღამემდე გაგრძელდებოდა. ახლა დავაკვირდეთ რა იკითხება 35 მუხლში. ცისკრისასო, ანუ უთენია, რას აკეთებს იესო? განმარტოვდა ლოცვისათვის, ზეციერ მამასთან სასაუბროთ. მიუხედავად იმისა, როგორი მძიმე დღე ჰქონდა და შესაძლოა სულ რაღაც 2 საათი გამოიძინა, დილით დღეს იწყებს მამასთან საუბრით. როგორც ჩანს იესო ყოველთვის ზეციერ მამასთან ყოველ დილით ათანხმებდა ხოლმე ყოველი დღის განრიგს. ის ზუსტად მიყვებოდა ზეციერი მამის მითითებებს. აქედან ჩანს რამხელა დროს უნდა ვუთმობდეთ ჩვენს ლოცვებში, რომ დილითვე პირველი რაც უნდა გვახსოვდეს და რაც უნდა გავაკეთოთ, მადლობა გადაუხადოთ ხოლმე ღმერთს, რომ შვიდობიანი დინა გაგვითენა, იმიტომ რომ რამდენმა დაიძინა და აღარ გაუთენდა. და იმ დღისით რასაც გეგმავთ, ვთხოვოთ, რომ ხელი მოგვიმართოს მისი ნებისამებრ, ეს სიტყვა არ უნდა დაგვავიწყდეს იმ საქმეში, იმ გეგმებში, რაც გვაქვს იმ დღისთვის, რასაც ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ. ნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი თუ როგორ ათანხმებდა იესო თავის და ჩვენ ზეციერ მამასთან სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ნახეთ აქვე შემდეგივე სახარება, ეს არის მომდევნო სახარება, ლუკას სახარება მე-6 თავის მე-12-მე-13 მუხლები. ყურადღება მივაქციოთ მე-12 მუხლს, აქაც ვიგებთ ვის მიმართავს იესო ლოცვებით და ჩვენც ვის უნდა მივმართავდეთ. მაგრამ მოდით ყურადღება მივაქციოთ მისი ლოცვის ხანგრძლივობას. რამდენ ხანს ლოცულობდაო თქვენ როგორ იგებთ აქ, როგორ იკითხება, რომ მთელი ღამე ლოცულობდაო. რა თქმა უნდა იესო სხვა დროს ასე არ მოქცეულა. ჩვენ ნახეთ მისი წინა მონაკვეთში, ხო? მას რა ჰქონდა ასეთი იესოს სათხოვარი, რომ მთელი ღამე დაჭირდა მის აი ამ ლოცვას. ამავე მე-13 მუხლიდან ვიგებთ უამრავი მოწაფეს შორის იესოს სერიოზული არჩევანი უნდა გაეკეთებინა. მას უნდა სამოციქულო ეკლესია დაეარსებინა. ერთპიროვნული მმართველი კი არ უნდა ამოერჩია, არამედ მის მიერ განსწავლული ხელმძღვანელი საბჭო, რომლის რიცხვით სიმბოლურად 12 იყო და რომელიც ისრაელის 12 შტოს ასიმბოლოებდა. მაგრამ აი ამ მოწაფეებში ყველაზე ღირსეულები უნდა შეერჩია მას აი ამ საქმისათვის. ამიტომ იყო საჭირო ზეციერ მამასთან ეს საკითხი გაევლო, შეეთანხმებინა ლოცვაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ლოგიკურია თითოეულის რეკომენდაცია იქნებოდა საჭირო. მათი განსაკუთრებული მხარეების გამოკვეთა, თუ რატომ, რის საფუძველზე ირჩევდა ამა თუ იმ პიროვნებას თავის მოციქულად. სწორედ ამიტომ დაჭირდა მთელი ღამე იესოს ლოცვაში გაეტარებინა. აქედან ვიგებთ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები ისე არ უნდა მივიღოთ ცხოვრებაში, რომ ასეთი საკითხები არ შევათანხმოთ ზეციერ მამასთან, რათა შემდგომ მამამ აკურთხოს ჩვენი გადაწყვეტილებები. მაგალითისთვის გეტყვით ყოველი სერიოზულ გადაწყვეტილებაზე
თქვენ ცხოვრებაში მაგალითად ყველაზე დიდი სერიოზული გადაწყვეტილება რა არის? პირველი, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება ეს არის, როდესაც ადამიანი ირჩევს თავის თანამგზავრს. ნუ პირადად მე ეს ლოცვით არ მიმართავს, რა თქმა უნდა, რადგან ამეებს თანდათან უღრმავდები აი ამ მონაკვეთებს და ამიტომ თქვენ მაინც გაითვალისწინეთ, ჩემო მსმენელებო, ვინც აფასებთ ზეციერ მამასთან ლოცვებს, აუცილებლად მოიყვანეთ მამასთან აი ეს თქვენ საუბარში, ლოცვებში ისაუბრეთ ამაზე, ვინ მოგეწონათ, რატომ მოგეწონათ, რა მოგხიბლათ მასში, რატომ ფიქრობთ, რომ ის ნამდვილად თქვენი მეორე ნახევარი იქნება, დაელოდეთ მამისაგან ნიშანს. თუ აი ამას ლოცვაში გაანდობთ მამას, ის აუცილებლად აკურთხებს თქვენს გადაწყვეტილებებს, თუ ჩასთვლის საჭიროთ, მაგრამ ან პირიქით, ჩაშლის და ხელს შეგიშლით, რადგან მან უკეთესად უწყის ყველა ადამიანის გული და შინაგანი დაფარული პიროვნება. ამიტომ თუ თქვენ მცდარ არჩევანს აკეთებთ, ღმერთი აუცილებლად ჩაერევა, ახლა თქვენ ნალოცი გექნებათ და თქვენ მისცემთ ზეციერ მამას ამის უფლებას, რომ ჩაერიოს თქვენს ამ პირადულ გადაწყვეტილებაში. და ეს ამიტომ არის აუცილებელი და ამაზე დიდი გადაწყვეტილება არ არსებობს, როგორც გითხარით, რადგან თქვენი მეორის ნახევრისთან თქვენს დაკავშირებაზეა დამოკიდებული, მერე თქვენი მომავალი როგორ გაგრძელდება, თქვენი ცხოვრება. ნახოთ კიდევ ერთი გაკვეთილი იესოს ლოცვებზე დაკვირვებით, ეს გახლავთ ლუკას სახარების 22 თავს თუ ნახავთ 39-დან 53-ის ჩათვლით. 39-42 მუხლებიდან ვიგებთ, რომ იესოს ჩვევაში ჰქონდა ამ ადგილზე მოსვლა სალოცავად. თქვენ შეარჩიეთ თქვენთვის ადგილი, სადაც განმარტოვდებით ხოლმე ხშირად ლოცვებისთვის. 51 მუხლიდან ვიგებთ, რომ ქვის სასრულ მანძილზე დაშორდა მოციქულებს, რადგან ეს მისი პირადი ლოცვა იყო და არ უნდა რომ მათ ეს პირადი ლოცვები მოესმინათ. თუმცა ბიბლიაში ეს მონაკვეთები მაინც არის წმინდა სულით ჩაწერილი, იმიტომ თუ რას ვთხოვდა ზეციერ მამას დავაკვირდეთ, აქაც იკითხება აი ამ ვიდეოს დასაწყისშიც ვისაუბრე მე ამაზე, თუ რა სათხოვარიც ჰქონდა იესოს, მაგრამ 42 მუხლში მიაქციეთ ყურადღება, რომ იესო ზეციერ მამასთან კი არ მოითხოვს ამას, ის სთხოვს, ესაა სწორი ფორმა ლოცვისა. ღმერთი არ არის არც აფიციანტი, რომ რაღაცა ესე შეუთვალო, არც ოქროს თევზია, რომ სთხოვო და აგისრულოს, ხო? უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს უზენაეს ველაპარაკებით სამყაროში უზენაეს პიროვნებას და მოკრძალებული თხოვნით უნდა მიმართავდეთ, ყოველთვის უნდა ჩავრთოთ, იყოს შენი ნება და არა ჩემი, როგორც აქ იესო აკეთებს ამას, ხო? თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ზეციერი მამის ნება ჩვენს ლოცვებში და რას ნიშნავს საერთოდ ზეციერი მამის ნების გათვალისწინება, როცა მივმართავთ ზეციერ მამას, რომ ვეუბნებით შენი ნების ამებრ, ამიტომ შემოდი ჩემ გვერდზე და მოისმინე ამის წინა ვიდეო რგოლი, რადგან სწორედ იქ ვისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით. მივაქციოთ ამას ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა, რადგან ღმერთი არ არის ეს არც აფიციანტი, როგორც უკვე ვთქვი, როგორც აფიციანტს დაუკვეთავდი რაღაცას და არც ოქროს თევზი, როგორც ზღაპრებში ოროა ხოლმე, რომ ნატრა შეგისრულოს და სურვილი. ჩვენ მოკრძალებულები უნდა მივდიოდეთ მის წინაშე. აქ ჩანს იესო როგორი მოკრძალებულია ზეციერი მამის წინაშე და ჩანს ისიც, რომ ჩვენ იესოს კი არ უნდა მივმართავდეთ ლოცვებით, არამედ მის და ჩვენ ზეციერ მამას იესოს შუამდგომლობით. ამაზე მე გასულ ვიდეო რგოლებში ვისაუბრე. ამიტომ მოისმინე ის გასული 6 ვიდეო რგოლი, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეხმარება შენ გაიგო რა არის სწორი ლოცვა, როგორ ილოცო, რომ ზეციერმა მამამ შეისმინოს შენი ლოცვები. მიაქციეთ ყურადღება მე-40 მუხლის აქ რა ურჩია იესო მოციქულებს მე-40 მუხლის მეორე ნაწილში. ეს ყველა ჩვენგანს გვეხება. ნებისმიერი განსაცდელისას თუ ცდუნების პირისპირ, როდესაც აღმოჩნდებით, სწორედ მაშინ უნდა დავიწყოთ გულმხურვალეთ ლოცვა. იესო ამას ურჩევდა, იესო მიცოდა რა განსაცდელის წინაშე დადგებოდნენ მისი მოციქულები, როცა იუდა მოიყვანდა იმ მებრძოლებს, ხო, იესოს დასაპატიმრებლად და ამიტომ ურჩია ილოცეთო, რომ არაც დუნდეთო, თქვენს არ გახდეთო, ხო, მოვალატეებიო. აქ ზუსტად ასეა, როცა რაღაცა მძიმე განსაცდელი გვითგას, საჭიროა გულმხურვალე ლოცვები და ამ დროს რა ვთხოვთ ღმერთს, თავიდან აგვარიდე განსაცდელებიო? არა. ღმერთი განსაცდელებს იმიტომ უშვებს, რომ აქ ჩვენი ღვთისადმი ერთგულება დავამტკიცოთ. ამ დროს რა გვჭირდება ჩვენ, როცა რაღაცას ვერ გავუმკლავდებით? ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს მოგცეს თავისი ძალა, თავისი წმინდა
წმინდა სული. ამაზე მე სხვა ვიდეოშიც ვისაუბრებ. თუ რატომ არის ეს წმინდა სულის მიღება აუცილებელი, გასულ ვიდეოებშიც გავუსვი ხაზი. ჩვენი ძალებით შეიძლება კი არა და ბევრ რამეს ვერ გავართმევთ თავს და წარმოუდგენელიც გვეჩვენება, მაგრამ თუ ჩვენ ღმერთს ვთხოვს თავის წმინდა სულს, ის აუცილებლად დაგვახმარებს მას ნებისმიერი განსაცდელის გადასატანად, გაგვაძლიერებს თავისი აი ამ ძალით, რომელიც ჩვენსას აღემატება და ადვილად გავუმკლავდებით ნებისმიერ განსაცდელს, ნებისმიერ ცდუნებას. ეს ეხება ყველას, ვინც დღეს ცდილობთ თავი დაანებოთ ნარკოტიკს, აზარტულ თამაშებს, უზნეო ცხოვრების წესს, ბილწსიტყვაობის პრობლემები ვისაც გაქვთ და გინდათ რომ ეს აღკვეთოთ. ხო სთხოვეთ ზეციერ მამას ასეთ დროს პირველ რიგში ყოველთვის როდესაც დგებით აი ამ წუთების პირისპირ და ზეციერ მამა დაგეხმარებათ, ეს რჩევა მისცა აქ იესომ მე-40 მუხლის ბოლოს და ამიტომ მოდით მოусმინოთ ჩვენს წინამძღოლს, ჩვენს მოძღვარს, ვინც გვასწავლის როგორც თავისი პირადი სწავლებით, ასევე მისი პირადი აი ამ მაგალითებზე დაკვირვებით და ვისწავლოთ როგორ ვესაუბროთ ზეციერ მამას ლოცვებში და რაზე გავამახვილოთ ჩვენს ლოცვებში ყურადღება. დაელოდე შემდეგ ვიდეო რგოლს, სადაც უფრო